შუა დღემშვიდობისა მეგობრებო, ჩვენ აღარ ვართ ჯვარზე, როგორც იცით, მე ეს 2 დღე ჯვარზე ვიდექი და თავისი ჩემი საქმეები გავაკეთე. თავისი მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს და მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო და მინდა გითხრათ, რომ მე ჯვარზე აღარ ვდგავარ, ჩვენ გადმოვინაცვლეთ ნარიმანის კარზე დღეს, თუმცა მე დღესვე დავასრულებ ნარიმანის კარზე დგომას და ხვალიდან უკვე ჩვეულებრივად გაგრძელდება დღის განრიგი თუ თქვენ გსურთ რომ დავიკავშირდეთ მე და თქვენი მოსაზრებები გამოთქვათ, დიდი მადლობელი ვიქნები და მგონი სრულიად საქართველოს მადლობელი დაგრჩებათ, არ ვიცი ახლა თქვენ როგორი მისმენთ მე აქ ისმის თუ არა კარგად ხმა, მაგრამ მე მოგიყვებით ახლა ერთ რამეს. ვითარება ესეთია. ეკლესიაში შეყრილი ჯოჯოები, რომლებიც პრინციპში ვაჭრობას ვერ ნებდებოდნენ, იძულებული იქნენ და გახდნენ, რომ დანებებულიყვნენ ვაჭრობას ეკლესიებში. ახლა მე მინდა გითხრათ, რომ ეკლესიაზე გაიწმინდება და ეს დახლები ეკლესიებიდან გამოვა სათითაოდ, რამე თუ სიტყვა ითქვა ჯვარზე და სიტყვას ძალა აქვს მეგობრებო, ისევე როგორც ნარიმანის კარზე დღეს მოხდა. იქ იყო ერთი პატარა კუთხე, რომელშიც ფულს ყრიდნენ ხოლმე და აი ეს არ უნდა მომხდარიყო. აქ დავა იყო ის, რომ ზოგნი ამბობდნენ, რომ არა უშავს, ზოგნი ამბობდნენ, რომ ეს არ შეიძლება. აქ პრინციპში იგივე გამეორდა, რაც მე ჯვარზე გავაკეთე და საქმე იმაშია, რომ ეს ფული ნარიმანის კარიდან მოშორდა, ანუ ქალბატონმა აიღო და ყველამ ერთად თქვა, რომ აქ ფული აღარ დაიდება. საქმე იმაშია, რომ ეს პატარა მოდელი მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო გუშინდელი დღიდან, ჯვარიდან, გაგრძელდა, გადმოვიდა ნარიმანის კარზეც და ნარიმანის კარზეც გაიწმინდა ფულისგან ის ბუდე, ის კუთხე, სადაც იყო ფული. აგერ ახლა მე და ქალბატონი სოფო ვზივართ აქ და ველოდებით ხალხის დაშოშმინებას, რამე თუ მშიერი ხალხი დგას მაღლა და მოელის მამაოსგან ჭეშმარიტად ასია, მამაოსგან მოელის სანთლებს, რაღაცეებს, მადლისგან განძარცვული მრევლი მოელოდება მამაოსთან შეხვედრას, რომ აღივსოს ისევე გარკვეული ენერგეტიკული ბალანსი განხორციელდეს და მოხდეს მათი განწმენდაც, ჯანსაღება თუ სულიერად თუ ხორციელად ვის როგორ აწყობს და შეღაღადებს უფალს, მაგრამ რეალურად ეს ხალხი ცნობიერებით მართლმადიდებლებს სრული პასუხისმგებლობით ვიზახი, უმრავლესობა მართლმადიდებლობას არ წარმოადგენს. მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ესე არის ვითარება ეკლესიებშიც, ანუ უმრავლესობა მართლმადიდებლური ვითომ სულისკვეთებით არის, მაგრამ მათ ის არ იციან, რომ ისინი აბსოლუტურად ანტიქრისტიანული სულისკვეთების საქმეებს ჩადიან და ალბათ ესეც გაცხადდება, იმიტომ რომ ნახეთ როგორი ვითარება დღეს. ხო, არა, ეგეთი ვიდეოები უკვე ბევრი დევს, მრავალი დევს და მე უბრალოდ სიტყვით გეტყვით რა, მე ვაკვირდებოდი ახლა დღეს რა ხდებოდა. იქ თქვი ჩემი სიტყვა, რომ ლუიზა რომ ამოვა, მე დავდექი ლუიზას ადგილზე და თქვი ლუიზა რომ ამოვა, მე ჩავალ. არა მაქვს მე ის პრეტენზია, რომ აქ უნდა ვიდგე და იქ უნდა ვიდგე და იმ კუთხეში უნდა ვიდგე. მე სადაც ვდგავარ, იქ უნდა ვიდგე და აქ სადაც ვზივარ, იქ ვზივარ. თავისუფალი ვარ მე ასეთი ფიქრებისგან, რომ სადღაცა უნდა ვიდგე. ეს თანამდებობა უნდა მქონდეს. არა მეგობრებო, მე ვარ აბსოლუტურად თავისუფალი და აი ამ თავისუფლებას ყველგან განვიცდი. ეხლა ნახეთ, როდესაც ადამიანი თავისუფლებას ვერ განიცდის, ის მიაკუთვნებს რაღაცა კონკრეტულ ადგილს თავის იდენტობას. ამიტომ ის დადგება იმ კუთხეში და იტყვის მე ვარ აქ და ეს ვარ მე, всё, მეტი არაფერი არ ვარ. აქედან გამომდინარე, ზუსტად ესე მოხდა, რომ ყველა ადამიანი, რომელ ადამიანსაც თავისი კუთხე ქონდა თავისთავად იდენტიფიცირებული, დადგა იმ კუთხეში და ზუსტად ის კუთხეა და მეტი არაფერია ის ადამიანი და გარდა ამისა მე მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ ეს ახლა და სწორედ იმ სულიერ მდგომარეობაში არიან, რომ სადღაცა უნდა მიეკუთვნებოდნენ, თავის თავს ვერ აღიქვავენ თავისუფლად. როდესაც ადამიანი თავისუფალია, აგერ მე და სოფო მშვენივრად ვზივართ აქ და
თავისუფლები ვარ და აქედან სიამოვნებას ვიღებ მადლთან, ძალთან, წყალობასთან, მის ყოველგვარ წინვალებასთან და როგორ ვთქვა კიდე, ანუ ბლაგადაიც როგორ არის ქართულად? დიდებასთან? ხო? არა, ბლაგადაიც არ არის, ანუ მოწყალება უფლისგან ჩვენზე მაინც გარდმოედინება მამაოსგანაც და ზეციურ ძალებითანაც. ხალხი, რომელიც სულიერად ცარიელია, ფუტუროები არიან და არიან ბუტაფორიები და ადამიანის სახეების დაკარგული აქვს, არა თუ რაღაცა სულიერი სიძლიერის მატარებელი, ასე ვთქვათ, ადამიანური უნართვისობრიობით აღჭურვილი ხალხი არ არიან. ეხლა სოფო ნახე რა გამახსენდა. ეხლა გამახსენდა ერთი რამ რა, რომ ქართველები რომ დაიგვიანებენ რა, მიწები რომ იყოფა და ქართველები რომ დაიგვიანებენ ეს ქეიფში გაერთობიან და მივლენ და ღმერთი იტყვის აღარა მაქვს თქვენთვის ადგილი სად იყავით აქამდეო და კარგიო რა ხან ესე გინდათო მოდი ჩემ ადგილს დაგითმობთო რა და თქვენ იყავით აქ და როცა სტუმრად მოვალ მაშინ მიმიღეთო. აი ახლა ეგ გამახსენდა ნახე ღვთიური საქციელი რა არის. აქ იმაზე კი არ უნდა იყოს ჩხუბი რომ ეს ჩემი ადგილია და შენ იქით ჩადი და დღეს პრინციპში ნუ მოკლედ ყველგან ესე ჩხუბობენ იქ მაღლა ყველას თავისი ადგილი აქვს მიფსმული მაგრამ საქმე იმაშია რომ ღვთიური რა არის ნახეთ ღვთიური არის ის რომ შენს ადგილს სხვას უთმობ შენს ადგილს ქართველს უთმობ გესმის აი ღმერთმა რა გვასწავლა ხო და მე ღმერთს ვბაძავ და თქვენ თუ გინდა მიბაძეთ იმ ხალხს ვინც აი ამ ადგილს ტერიტორიას რა ქვია მოიზომავს და ეს ტერიტორია ვარ მე всё აი მინდა გითხრათ რომ აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი როგორც ქრისტე ეუბნება იმ ადამიანს რომელიც მივადა ეუბნება რომ უნდა მოვკლა ის მეფეო და ჩემი ქვეყანა გავათავისუფლო ქრისტე ეტყვის რა რომ წადი შენს გზაზეო რა ვერ გაგიგია ღვთიურობა რა არისო ქრისტე არის ყველგან და ყველაფერში მეგობრებო და სადაც ქრისტეა იქ არ არის იმაზე ჭიდილი და ერთმანეთის ხოცვა ჟლეტვა რომ არა მე ვარ პრეზიდენტი და არა მე ვარ პრეზიდენტი არა ეს არის ჩემი სკამი და არა ეს არის ჩემი სკამი ხო ხდებით არა აი სოფო შენ რა სიტყვი ხახდო უპირველესად ყოვლისა მართლმადიდებულ შობას და ამდენ შობა ახალწელს გილოცავ ყველას ვისაც წრფელი გულით გაქვთ მოვლოდინეობა იმისი რომ ღვთაებრივი საიდუმლოება უნდა განხორციელდეს ამ ღამეს, უნდა შევეგებოთ ისევ უფლის ძალმოსილებას ჩვენს სხეულებში, ჩვენს ყოფიერებაში დაბრუნებას და უნდა შევეგებოთ მას მართებულად და არა ძალმომრეობით, მემრუშეობით, თაღლითობით, ერთმანეთის შეურაცხყოფით, შეურაცხადობით და რა ვიცი, ყოველგვარი და კიდევ რითი, ნაძვისხის გარეშე. ეხლა გაცინოთ. ეხლა მე აღმოჩნდი ნაძვის. მე აღმოჩნდი ნაძვისხე დღეს რა და რატო აღმოჩნდი ეხლა ნაძვისხე გეტყვი. მე ხო ადგილი არ მაქვს და არც მინდა პრეტენზიას არ გამოთქვა რომ აქ მინდა და დავდგე და არა მაქვს რა. სადაც დავდგები, იქ დავდგები და სადაც თუ არ დავდგები, არ დავდგები, მოკლედ რა და აღმოჩნდა ისე რომ მე რო თქვი რომ ლუიზას ადგილზე დავდექი და თქვით ლუიზა რო ამოვა მე მაინტერესებდა იქ ვითარება როგორ განვითარდებოდა ვაკვირდებოდი ზოგთან ბავშვმა იტირა ზოგმან ის რაღაც ვაკვირდებოდი რა ჩემთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია და ლუიზას ადგილზე რომ ვიდექი მობრძანდა ერთი ქალბატონი არ ვიცი 5 დღე აქ ვარო და მე დღეს დავინახე მარტო ხო და რაღაცა ის სცადა რომ აი გადადექი ხო და ქალბატონო მეთქვი აქ ვდგავარ ლუიზას ადგილია ხო რო ამოვა მე ჩამოვა ისევე ნაციონალები გადადექი და ხო და რო ამოვა მე ჩავალ მეთქვი რა პრობლემაა განმეორებითი არჩევნების მოლოდინის განცდა და პრეცედენტი რომ დაიშვა საქართველოში რომ ისევე საყოველთაო არჩევნები ჩატარდეს მეორე ჯერზე ამის განცდა არსებობს ჩვენ ნაციონალურ კლასტერში და მათ ბონძღ საძაგელ ტვინდა სულ გაყიდულ და გარეცხილ მასოვკაში და ეს მასოვკა ბრძანდება დღესაც მამაოსთან საუბედუროდ ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ამ ქალბატონმა
აი ესე გადამწია რა უხეშად რა და ეხლა მე 100 წელი ეგეთ ადამიანებს არ დაუწყებ ჭიდილს რომ არა მე მინდა აქვი ლუიზას ადგილზე ვიჯდე ლუიზას ადგილზე ღმერთმა ნუ დამაყენოს და ეხლა უყურე მოკლედ ერთი სიტყვით საქმე იმაშია რომ ამ ქალბატონმა მერე მიწოდა ნაძვისხე ხარო რა ნაძვისხე ხო არ ხარო აქ რო დადგეო და ხო მე თქვი ნაძვისხე ვარ შუაგულში რო ideki ხო შუაგულში ვიდექი ედელთანაც არ დაგაყენეს შუაგულში ვიდექი მერე რა და მე თქვი ლუიზა რო ამოვა ხო შუაგულში მოდგა ხარო რა ისა ჩანთები უნდა ამოვიდნენ და კაცო ამოვიდნენ მე თქვი ჩანთები და ჩავალ მე რა პრობლემა არის თქო და რა ნაძვისხესავით დგახარო და რა მაგარი რაღაც თქვი მე თქვი ნაძვისხე ვარ ზუსტად თქო რა და ეს ნაძვისხე ხო და ჩაგიტა ნაძვისხესავით მე თქვი მიდი ჩამიტანე ჩამიყვანე მე თქვი ნავჯე მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო მე მინდა გითხრათ რომ ნაძვისხის გარეშე შეხვდება კაცობრიობა აი ის ხალხი ვინც თავისუფლებას ვერ მოიპოვებს თავის თავში ნამდვილად ნაძვისხის გარეშე შეხვდება ალბათ 2025 წლის ხო ეხლა მოდის შობა ნაძვისხის ინტერპრეტირება მე მოვახინე ჩემ Facebook გვერდზე და ეხლა ვიტყვი რომ ეს არის მარადიული ცეცხლის სიმბოლო მარადიული სიცოცხლის ანუ მარადიულობის ზოგადად ქრისტეს უკვდავობის და მართლმადიდებლობის ანუ სულის ხოვნების ასე ვთქვათ ინტერპრეტაციები და ხო ერთი წუთი აი ნაძვისხეს ანუ უკვდავები ეს ხალხი არ იქნებიან ქრისტეში იმდენად რამდენადაც გამოვაგდეს ნაძვისხე არ ჭირდებათ მარადიული ცეცხლი მათ ჭირდებათ დროებითი ჩაყლაპა რაღაც ჰაერის ჩანთების მანთების და ირბინეთ ესე ბაზრებში ლანძღეთ ერთმანეთი აგინეთ აფურთხეთ მერე დაიბუღმეთ კარგად ამოიყურეთ კოჭები და სტომაქები და თქვით რომ მართლმადიდებლები ხართ და არ იცხოვრეთ ხო და ნაძვისხეები აგერ ვიჯდებით შემოკარგო ნაძვისხეების გარეშე მოგიწევთ ვერ გვიტანენ ნაძვისხეებს და რა ვქნათ ხა მოკლედ ერთი სიტყვით მარი წერს რომ არა თამარ ნაძვისხე ყოველას გვიხარია და სიხარული მოაქვს შვიდობა მოაქვს რაც დადებითია ხო ნაძვისხე ხო ყოველას უხარია მაგრამ როგორც ჩანს ნარიმანის კარზე არავის არ უხარია ნაძვისხე ლუიზა არ მოვიდა ეგ იმათ კითხე თამარ მათ ვინც ლუიზას ელოდება იმათ კითხე მთავარი ხელმოწარულობა დღევანდელი ჩვენი საზოგადოების არის ის რომ ჯერჯერობით ვერ მივახციეთ რაღაც ბალანსირებულ სტანდარტ ცნობიერებისა რასაც ქვია მართლმადიდებლობა ისწავლება წლობით ხალხო უნდა ისწავლებოდეს ეს არ არის მარტო მარხვა ეს არ არის რაღაცა კონკრეტული ტრადიციული რაღაც რიტუალების შესრულება ეს არის ცხოვრების წესი და მენტალობა რომელიც მოყვას სიყვარულს და ღვთის სიყვარულს ყველაზე ფუნდამენტალურ მოთხოვნად წარმოსახავს. მე თქვენ მაჩვენეთ ხალხი თუნდაც მამაოს კარზე, თუნდაც სარწმუნოებრივად რომლებიც დაარბიან ეკლესიებში და დგანან საათობით ზოგი მუხლდაჩოქილი, ზოგი თავაღერილი სანთლებით ხელში და მის საახლობლოში ხალხს შია, წყურია უსამსახუროდ არიან, უსამლოდ არიან, იხოცებიან. ზოგს ფსიქიური დარღვევები აქვს, ზოგს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვს, ათასნაირი გაჭირვება არსებობს მოსახლეობაში და არც საპატრიარქო, არც თვითონ მრევლი ერთმანეთის დასახმარებლად არ ვართ მზად. რომელ ქრისტიანობაზეა ლაპარაკი? ხალხო, ელემენტარული ადამიანური რაღაცა ემპათია, თანადგომა გვიჭირს, არ ძალგვიც. მე აქ დგავარ 3 საათია, 3 დღეა, 500 წელია და შენ რომ მოდიხარ ღმერთმა ყველას დაგვიფაროს და განადგურებული შეიძლება მოდიოდეს აქ სხვა ადამიანი რომელიც 10 დღე არ უღამდება და უთენდება მამაოს კართან და მას შესაძლებლობა არ აქვს რომ მამაოს მიაახლოს. რომელ სარწმუნოებაზეა, რომელ მართლმადიდებლობაზე, რომელ ქრისტეზე, რომელ სიწმინდეზეა საუბარი საერთოდ. ვის რა დახმარებას აღმოუჩენთ? საკუთარ შვილსაც ჩაწიხლავს ესეთი ადამიანები. თავისი ლუკმაპურის გულისთვის შეიძლება კუჭიდან ამოუღოს და მოკლას საკუთარი შვილი და ზუსტად ამ ზღვარზე ვდგავართ.
უკვე შეიძლება ვარც კიდევაც ასეთ კი, მდგომარეობაში. ლიკა, ერთი წუთი ახლა გეტყვი, მე გეტყვით რა. იქ ხო ვიყავი და მეთქი სიტყვაა, მე ხო თქვი სიტყვა რომ ლუიზა რომ ამოვა, მე ჩავალ, ვერ ვხედავ მეთქი აქ ლუიზას და მოკლედ საქმე რაშია, იცი? სიტყვა გატეხეს მაგათმა თავიანთი. და გეტყვი რაში? დაუშვეს შეცდომა, რაში დაუშვეს შეცდომა. ეხლა სიტყვის გატეხს საქართველოზე როგორ გადაისახება ეს არ ვიცი, მაგრამ სიტყვის გატეხვა ეს არის რომ კაბიანი მამაო იდგა ერთი იქ ვითომ მამაო ნიკოლოზი რაღაცა ქვია კაბა ეცვა მეთქი ნიკოლოზ არ იცი რომ ანდილოსნებს მეთქი პირველად ადგილს უთმობენ ეს მამა ნიკოლოზი მანდილოსნები აგარ არაფერ შუაშიაო არაფერი მანდილოსნები აგარ გვყავსო ჩვენო ხო და აი ეს მამა ნიკოლოზიანა 5-10 სხვა კაცი რომ ქალები და ბავშვები უკან რომ მომეჭიდნენ ზვრა ვერ მიქნეს ხალხო აზე ხარ დაინახე ლიკა ეგ 5 კი არა და 10 კაცი მაწვებოდა და ადგილიდან შენ ვიჭერდი თუ ვინ ვიჭერა არ ვიცი მეც ვიჭერდი ჩემდავს და შენც ვიჭერ მოკლედ ზვრა ვერ მიქნეს რა და საბოლოო ჯამში სადღაცა გადავწყვიტე რა რომ მეთქი ესენი ცოტა მე მგონია ვერ არიან თავის სკოლაზე და ხო დარხეულია ხო და კრამიტები აქვს დაქანებული ბოლო დონეზე არა ხო მე გქონდეთ მაგრამ მე ვიფიქრე რა იცი რომ სიტყვას არასრულებენ თავიანთი პრობლემაა ძმაო მე არა მაქვს პრობლემა აქ დგომის ხო და ავდექი და წამოვედი მაგრამ საქმე რაშია იცი ძმაო და დაო ვინც ხარ თქვენი სიტყვა მათი სიტყვა გატეხეს გესმის თავიანთი სიტყვა გატეხეს რომ მითხრეს რომ კი ბატონო ლუიზა რომ ამოვა შენ ჩახვალ ხო და ლუიზა არ ამოსულა მე უკვე წამოვედი გესმის იმიტომ წამოვედი რომ იმათ ილუზიაში ლუიზა უკვე იქ ასული იყო გესმი და აი ლუიზა ჯერ კიდევ დაბლა იყო მე რომ ჩამოვედი ხო და ხო ხვდებით რაშია საქმე არა სიტყვის კაცები არ არიან და სიტყვის ხალხი არ არიან ამიტომ გაფრთხილდეთ საქართველოში დაკვირდებიან რაღაცას და ეგრე იყო ზუსტად უშიშროება რომ მოვიდა იქ ამ ხელა ადგილი იყო კიდე დარჩენილი რა და ხელი მოაწერეო გესმის აი წავიკითხე რაც ეწერა და ხელი მოაწერეო რა აი ეს თქვენ მეთქი ამ ადგილში იქნებ მე რაღაც ჩაამატო და გადაუშვეს ზეტი რა ხო და ხო ისო არა ხო ეხლა ვეღარ ჩავამატებთო ხო მეთქი ეხლა ვეღარ ჩავამატებთ იმიტომ რომ მე გადაუსვი მეთქი ზეტი თხილად იყავით ხელი არაფერზე მოგაწერინონ იმიტომ რომ სიტყვას გატეხეთ იცოდეთ აი ეხლა დღეს აქ რაც მოხდა ის მოხდება მე საქართველოს ტერიტორიაზეც დაკპირდებიან კეთილად და მე სიტყვას გატეხენ იცი როგორ ერთი 10 კაცი რომ დაგაცხრება თავს ძრას ვერ გიზავს მაგრამ საბოლოოდ ისევ შენი გადაწყვეტილება იქნება რომ წახვიდე ეხლა ნახე ესე იგი გითხრეს სიმართლე ნაძვის ხე ხარო თამარ პირადში მოგწერეთ ხო წაიკითხოთ ლია წავიკითხავ ეხლავე რომ მოვჩევი იმას ლაივს რომ მოვჩევთ მოკლედ ნაძვის ხეც გაიჩითა რა ჩემი სახით ბანანი ხო მოკლედ ბანანიც გამოვიდი ნაძვის ხეც გავხდი ნაძვის ხეზე რა არის იცი ნაძვის ხე შეიძლება აღიდგას ადამიანმა ძელად გესმის ეგ ხიდა ხო გამოიძო ხო სვეტი ცხოვრა მეგობრებო ძალიან მაგარი რაღაც მომხდარა პრინციპში ჩვენ სვეტი ცხოველები ვართ მათ შორის შენ ხარ გამაგრებელი ანუ ფესვები ხო და მე ვარ სვეტი ხო და იქ კარგად იყვნენ ახლა ჩვენ აქ ვართ სვეტი ცხოველები მეგობრებო ზუსტად ახსნა მოვიდა ხო სვეტი ცხოველია ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მე თქვენთან ქულების დაწერვა მინდა ხო ან თქვენთან თვალში ან ვინმე ცნობიერებაში რაღაცა პრივილეგიები მჭირდება საერთოდ არ მჭირდება არავის თვალში ჩემთვის არის უფალი მაცხოვნებელი და მასთან მე სიტყვა მინდა მეთქმოდეს და უფალი ჩემთვის იმხელა სიყვარულია რომ სულ არ მაინტერესებს ახლა დაბალი კატეგორიისა და რანგის სულიერების მატარებელი არსებები რა შთაბეჭდილება შეიქმნიან ჩემს შესახებ დიახ მეგობრებო ესია ასე რომ მეგობრებო ძელით და სვეტი ცხოველით ნაძვის ხეც და ბანანით აგერძის თუ ვინმეს გინდათ მოდით წავედი მეგობრებო ძალიან მაგრად შემცვიდა ეხლა შობას გილოცავთ ხალხნო
მოთმინებით უნდა აღვიჭროთ უძლიერესი დარტყმების წინაშე კიდე მოგვიწევს დადგომა ძალიან ბევრი ეტაპები გვაქვს გადასალახი ქართველობას და ყველაზე კარგად მინდა გაიგოს მთელმა ჩვენმა ქართულმა მოსახლეობამ ქართული მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქართველობა არ არის ქართველობა არის მართლმადიდებლური ცნობიერება მართლმადიდებლური ცნობიერება არის ქრისტეს მიერ სიყვარული სათნოება სიკეთის ერთმანეთის დახმარების თანადგომის და მეგობრობის თანაარსებობის სურვილი და ხელმისაწვდომობა თუ ეს არ მოხდა და ჩვენ ერთმანეთში ქრისტე არ გავაღვიძეთ დღევანდელი შობაც არის მხოლოდ სარიელი სიტყვები რიტუალები და ყველაფერი არის ჰაერი ვაი ითიშება სოფო ითიშება ეს არის ნახე 5%-ია მეგობრები დარჩენილი მეც გილოცავთ შობას ყველას გილოცავთ თუ გაითიშა იცოდეთ რომ მოკლედ ბატარია გაითიშა ხო ეხლავე გავთიშავ რომ გავაზიარო რა თორემ მე არ გააზიარებ გაკოცეთ ლიკა მე მგონი შენ სიტყვა თქვი კი სოფო და ლიკა სოფოც გია და ლიკას აბა მადლობელი ვარ უფლის მამა ნიკოლოზისო თამარი გამაცნო ჩვენ აუცილებლად კიდევ გავაღრმავებთ ჩვენ მეგობრობას სხვანაირად არ მოხდება ეს უფლისნება იყო და ბევრ ნაბიჯს გადავდგავთ რომ კარგად გამოგაფხიზლოთ არა ისინი ესენი გამოფხიზლებული არიან ისინი სურვილის გარეშე არიან კაცო არ უნდათ იმათ ქრისტეს სინამდვილეში მეგობრებო იცოდეთ ჩვენ ყველა გამოფხიზლებული ვართ და ყველამ ერთმანეთი უნდა გამოვაფხიზლოთ გაკოცეთ აბა თქვენი